მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ფიზიკის ამოცანის ამოხსნას. კარგი იქნება თუ ჩემთან ერთად ამ არდადეგებზე გააკეთებთ ამ ამოცანას. მას ასე პირობა კატარღა მდინარის დინების მიმართულებით A პუნქტიდან B პუნქტში მისვლას 3 საათს ანდომებს. პირიქით 6 საათს, რა დროში გაივლის AB მანძილს სამაშველო რგოლი. მე წეგანდაც ჩავწერე ამის მოცემულობა და ამოხსნები და ხა გაჩვენებთ პერიოდულად, ესე იგი T1 ყოფილა 3 საათი, ანუ დრო რომელსაც ანდომებს პირველი მიმართულებით, ანუ A პუნქტიდან B პუნქტამდე. T2 6 საათი, ანუ უკანა გზაზე, როდესაც უშლის ხელს მდინარის დინება, შედარებით დიდი დრო, ანუ ფაქტობრივად ორჯერ მეტი დრო სჭირდება ამ მანძილის გასავლელად. ასევე მანძილი არის ერთი და იგივე. A-დან B-მდე და B-დან A-მდე, ეს ერთი უდრის ეს 2-ს და უდრის ეს. ჩვენ გვეკითხებიან სიჩქარეს, ანუ მდინარის დინების სიჩქარეს, რომ ამის მიხედვით გავსაზღვროთ რა დროში გაივლის სამაშველო რგოლი ამ მანძილს, ანუ T-ს გვეკითხებიან, T-ი აღნიშნეთ, ესე იგი რგოლს რა დრო სჭირდება AB მანძილს გასავლელად ეგ. მას ასეთ ნოდი ჩავწეროთ. ეს ზემოთ მიწერია მათემატიკური გზა და ჯერ მოდი ეს გადავიტანოთ ამოხსნა. გამოჩნდა ერთი წუთით. აი ესე დავუშვათ ამოხსნათ. პირველი სიჩქარე, ანუ როდესაც პირველი მიმართულებით მოძრაობს კატარღა, ტოლია პირველი მანძილი გაყოფილი პირველ დროზე, ანუ ეს ერთი შეფარდებული T1-თან, ესი რო გავყოთ 3-ზე, მივიღებთ, ანუ ეს მე-13-ით აღნიშნეთ სიჩქარე, რომელიც გქონდა კატარღას პირველი დინების მიმართულებით. მერე უკანა გზაზე V2 სიჩქარე იქნება S2 გაყოფილი T2-ზე. S2 ისევ ესის ტოლია და 6 საათი რადგან დასჭირდა, ეს მე-6 არის სიჩქარე, რომელსაც განაპირობებს დინარის დინების წინააღმდეგობა, ხომ? ეხლა ვნახოთ. ზოგადად V1 რას უდრის, ანუ კატარღის სიჩქარეს დამატებული დინების სიჩქარე. დინების სიჩქარე აღნიშნეთ V1. ხოლო V2 უდრის კატარღის სიჩქარეს გამოკლებული დინების სიჩქარე. და რომ ვიპოვოთ დინების სიჩქარე, ანუ V. როგორ ფორმულას მივიღებთ? ესე იგი პირველ სიჩქარეს გამოკლებული მეორე სიჩქარე და გაყოფილი 2-ზე, იმიტომ რომ აქ ორჯერ მონაწილეობს, ხომ? ამათი ჯამი რომ ჩავწეროთ, ესე გამოვიგეთ, ჩვენ ახლა სხვაობის მიხედვით ვაკეთებთ და V1 მინუს V2 მეორედი არის V. ანუ ისედაც ლოგიკურია, ხო? ერთი მიმართულებით რომ მიდიხარ, მდინარე გეხმარება, მეორე მიმართულებით რომ მიდიხარ, გაკლდება სიჩქარე დინების და შესაბამისად თუ ეძებ დინების სიჩქარეს, სხვაობას ყოფ 2-ზე. ესე იგი, ჩავსვით, ეს მე-6-ს გამოვაკოთ, ეს მე-13-ს გამოვაკოთ, ეს მე-6 და გავყოთ 2-ზე. ამათი სხვაობა არის ეს მე-6, ხო? რო გავაერთმიშნელიანებთ, ესე მივიღებთ. ეს მე-6 რო 2-ზე გავყოთ, მივიღებთ ეს მე-12-ს. ანუ რა გამოვიდა სიჩქარე, რომელიც აქვს მდინარის დინებას, არის მანძილის მე-12. ანუ ესი რო გავყოთ, ესე არის V, ხო? ანუ T რომ ვიპოვოთ, ესი უნდა გავყოთ V-ზე. გამოვიდა 12 საათი. მოდი აქ მივაწეროთ ერთეული. 12 საათი შეგვიძლია მივიღოთ და ესე ჩავწეროთ. ეხლა დავუშვათ არ გვინდა ამდენ რაღაც გამოყენება, ვიღაცამ არის ფიზიკა საერთოდ და ეს აღნიშნები და უბრალოდ უნდა რომ ამოხსნას მათემატიკურად. შეიძლება მე-6 კლასელმაც ამოხსნას ეს ამოცანა. ფიზიკას საერთოდ რომ არ სწავლობს, ხო? როგორ გააკეთებს ამას? წილადებით, ხო? თუ პირველად მანძილს დინების მიმართულებით გადის 3 საათში, 1/13 არის ის ნაწილი, რომელსაც გადის 1 საათში. და პირიქით მოძრაობისას, ანუ დინების საწინააღმდეგოდ, როდესაც ხელს უშლის დინება, 6 საათი სჭირდება თლიანი მანძილის გავლას, ანუ 1 საათში მანდ უკვე 1/6 ნაწილს გადის, ხო? ანუ 1 საათში გავლილი მანძილი რო გავიკოთ, სიჩქარეები უნდა გამოვაკლოთ ერთმანეთს, ხო? ანუ აქაც ნაწილები უნდა გამოგვეკლო ერთმანეთს. 1/13 მინუს 1/6, 1/6-ია და აქაც 2-ზე უნდა გავყოთ, იმიტომ რომ სხვანაირად დინების სიჩქარის იმას ვერ გავიგებთ ნაწილს, ხო? ანუ დინება რა ნაწილს გადის ყოველ საათში.
ანუ 1/6 გაყოფილი 2-ზე მიიღება 1/12 ნაწილი. ანუ მთლიანი გზის გავლას რგოლი მოანდომებს 12 საათს, იმიტომ რომ 1/12 გავლას ანდომებს 1 საათს, ხო? ესე ბევრი აზროვნებს მაგალითად მე-5-6 კლასში. ბევრის ვერ ვიტყოდი, მაგრამ არიან მოსწავლეები, რომლებმაც შეიძლება ესე ამოხსნან ეს ამოცანა, ან შეიძლება მაღალ კლასში ასე ამოხსნან. მაგრამ მაინც უნდა ჩავწეროთ შესაბამისი აღნიშვნებით. რა სულ ეს არის, თქვენ დაწერეთ რამე სხვა ხერხსაწყო არ შემოგთავაზებდით, იმიტომ რომ შეიძლება კიდე ცოტა განსხვავებული ვარიანტები და ამ ორი გზიდან რომელს მიანიჭებდით უპირატესობას, ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ ამას წერთ თქვენ ფიზიკის შემაჯამებლისთვის, გამოცდისთვის და ასე შემდეგ, უნდა დაწეროთ პირველი ვარიანტი, როგორც წერება მეორე ვარიანტით შეიძლება ჩაგეთვალოთ, თუმცა აღნიშნები აუცილებელია, ანუ შეიძლება არ ჩაგეთვალოთ. მადლობა ყურადღების. თუ ექნება ამ ვიდეოს გამოხმაურება, გავაგრძელებთ ფიზიკის ამოცანების ამოხსნას. ისე ეს ფიზიკაც არის და მათემატიკაც. ნახვამდის.